კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეს არის ქრონიკა 9 საათზე. ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის ამ სახელწოდებით წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში მოსმენა გაიმართა, რომელსაც კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი უძღვებოდა. სხდომაზე ირლანდიელი ადვოკატი და უფლებადამცველი ლორკან პრაისი, ფინეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი პაივ რასავენი და ირლანდიელი კომიკოსი სცენარისტი გრემ ლინეჰანი იყვნენ მიწვეულნი, რომლებაც ევროპაში ცენზურის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ტრანსგენდერული პოლიტიკის მიმართ ნეგატიური პოზიციის გამოხატვის გამო დევნის ფაქტებზე ისაუბრეს. მანამდე წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაციის ცენზურის მიზნით ევროკომისია სოციალურ მედია პლატფორმებზე ზემოქმედებდა, სამიზნეში იღებდა ამერიკის პოლიტიკურ კონტენტს და ევროპის მასშტაბით არჩევნებში ერეოდა. დოკუმენტში გამოაშკარავებული ევროკომისიის მიერ პოლიტიკური ოპონენტების ცენზურა და ევროპის 6 ქვეყნის არჩევნებში ჩარევის ფაქტები. იმას, რაც ევროპაში ხდება, ევროკავშირი ცდილობს ამის ექსპორტირება ციფრული მომსახურების აქტის გამოყენებით და ამერიკელებისთვის ამ ევროპული კანონების თავის მოხვევით. მათ ეს უნდა შეწყვიტონ. მე როგორც ირლანდიელს, მწვენია იმის გამო, რომ ირლანდია ცენტრალურ როლს თამაშობს ამ პროცესებში და ამ პლატფორმების დიდი ნაწილი ირლანდიაშია ბაზირებული. მე ვარ გრემ ლინეჰენი და 30 წელი გავატარე ბრიტანეთის ტელევიზიაში. ჩემი მრავალწლიანი კარიერა დასრულდა მაშინ, როდესაც დავიწყე იმაზე საუბარი, რომ ქალები კარგავენ 100 წლის წინ მოპოვებული უფლებების დაცვის შესაძლებლობას, უფლებების, რომელიც შეეხება პრივატულ სივრცეებს ქალებისთვის, იმას, რომ არ შეიძლება ბავშვები გახდნენ სამედიცინო ექსპერიმენტების მსხვერპლი. ჩემი ეს პოზიცია არ ყოფილა ექსტრემისტული, მაგრამ მე გავხდი დევნის ობიექტი, რამაც დაანგრია ჩემი კარიერა, ჩემი ოჯახი. პოლიციამ დამაპატიმრა და კოლეგებმა ზურგი მაქციეს. მე ვარ ფინეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. მიყვარს ჩემი ქვეყანა, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული და ჩემთვის, როგორც ევროპელისა და ქრისტიანისთვის, ეს ღირებულებები მნიშვნელოვანია. 6 წლის წინ მე გამოვაქვეყნე ჩემი ქრისტიანული პოზიცია Twitterში ქორწინებასა და სექსუალურობასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდებოდა დაგეგმილ პრაიდ ღონისძიებას და მასში ეკლესიის მონაწილეობას. ეს გავაკეთე აბსოლუტურად მშვიდობიანად, ყოველგვარი თავდასხმებისა და შეურაცხყოფების გარეშე. თუმცა ამ პოსტის გამო პოლიცია 13 საათის განმავლობაში მკითხავდა დამადანაშაულეს სიძულვილის ენის გაღვივებაში. სასამართლომ ორჯერ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ საქმე უმაღლეს სასამართლომდე მივიდა. ეს პრეცედენტი მოწმობს იმას, თუ რაოდენ მოწყვლადია დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება და რომ სიტყვები, რომლებიც დღეს კანონიერია, ხვალ შესაძლოა დანაშაულებრივად გამოაცხადონ. ვფიქრობ, ეს ყველა ადამიანს უნდა აღელვებდეს. შეფასებები კეთდება თბილისში, როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ანგარიში სრულად ასახავს იმას, რაზეც ისინი წლებია საუბრობენ. კერძოდ დასავლეთიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები, რათა გარკვეული პოლიტიკა იქნეს გატარებული. ანგარიში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რეალური ინფორმაციის ცენზურის მიზნით ევროკომისია სოციალურ მედია პლატფორმებზე ზემოქმედებდა, სამიზნეში იღებდა ამერიკის პოლიტიკურ კონტენტს და ევროპის მასშტაბით არჩევნებში ერეოდა. დოკუმენტში გამოაშკარავებული ევროკომისიის მიერ პოლიტიკური ოპონენტების ცენზურა და ევროპის 6 ქვეყნის 8 არჩევნებში ჩარევის ფაქტები. კონგრესმენმა ბრედ ნუტმა ევროპა ჩრდილოეთ კორეაში ადარა, სენატორმა ერიკ შმიტმა კი ევროკომისიას მემარცხენე ევროკრატები უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლთა პალატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ერთ-ერთი ამბობს იმას, რასაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. ეს არის ევროკომისიის მხრიდან უკანონო ჩარევები და ზეწოლები იმისთვის, რომ გარკვეული პოლიტიკები იქნეს გატარებული, მათ შორის რაც ყველაზე სავალალოა და ამ ანგარიში ნათლად არის წარმოდგენილი, თუ როგორი იყო ევროკომისიის ზეწოლა რუმინეთში, საფრანგეთში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში მიმდინარე არჩევნებზე. ეს არის ის უხეში ჩარევა, რომელიც ამ შემთხვევაში გამოიხატა სოციალურ ქსელებში ჩარევით, ცენზურით და იმ აუცილებელი ასე ვთქვათ, საჯარო ინფორმაციაზე გავლენით, რომელიც ევროკომისიას აქვს, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი, რაშიც ისინი ცოდავენ და საქართველოსთან მიმართებით ჩვენ ბევრი მსგავსი დარღვევა ვიცით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად არ გვიკვირს. უბრალოდ ამას ხას უსვამთ ხოლმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენთან მაინც ითვლება, რომ თუ ვიღაცამ უცხოეთიდან არ თქვა, რომ ეს ესეა, ისე აქ მომხდარი ფაქტი ზოგისთვის ფაქტათაც არ არსებობს. ამიტომ ხდება სწორედ ხაზგასმა, მაგალითად ამ შემთხვევაში რას ამბობს ამერიკელი კანონმდებელი. ერთი რამე ფაქტია და ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიხილეთ, მათ შორის ევროპაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა პირდაპირი ჩარევა, манипуляция და ამის რო იტყვიან დიდი გამოცდილება სამწუხაროდ საქართველოს აქვს ყველაზე მეტად და სწორედ ამიტომაც არის რომ ჩვენ სწორედ ამ манипуляციების დასაზღვევად გვიწევს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების გატარება.
კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების საჯარო მოწოდება შესაძლოა დასჯადი გახდეს. მმართველი გუნდის განმარტებით ფაქტები აჩვენებს, რომ აუცილებელია მკაცრი რეაგირება ყველა ნაბიჯზე, რომელიც ქვეყნის განვითარებას საფრთხეს უქმნის. საპარლამენტო უმრავლესობის ეს იდეა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივად იქცევა. კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტები ვიცით ამასთან დაკავშირებით და მე არ შემიძლია არ გავიხსნო 4 თვე სრულდება სწორედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, როცა 4 ოქტომბერს ოპოზიციამ ცადა და შტურმი განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე. ძალიან ხშირია მათ მიერ მოწოდებები, ეს მოწოდებები და მათი მიზანი არის, რა თქმა უნდა, ის რომ დაამხონ ხელისუფლება, მოასწრონ რევოლუციები, რაც არ გამოვიდა და ქვეყანა ყოველთვის მკაცრი იქნება ასეთი მოწოდებების მისამართით. ყველა ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენს მიერ პირველ რიგში აღიარებული და შემდგომ უკვე ყველა კანონი გატარებული იმისთვის, რომ მსგავსი ნაბიჯები არ იქნას გადადგმული არავის მხრიდან. ადამიანები თუ ძალები, რომლებიც არ აღიარებენ არც საკონსტიტუციო ორგანოებს, მთავრობას, პარლამენტს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, ხალხს მოუწოდებენ ეკონომიკური ბლოკირებისკენ და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, ეს ყველა ცივილიზებურ ქვეყანაში არის დასჯადი. იმიტომ რომ პრაქტიკულად უარყოფს ასეთი ტიპის ძალა და ადამიანები, როგორც დემოკრატიას, ასევე უმრავლესობის ნებას, ვის უნდა კონდეს ამის საწინააღმდეგო, რომ პოლიტიკური ძალები იქნება თუ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო კონსტიტუციურ ორგანოებს, პასუხი აკონეს. მართე შენი ქალაქი რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის მორიგი ეტაპი დაიწყო, რომელიც მუნიციპალიტეტის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვისა და კარიერული განვითარების მიზნით ხორციელდება. პროგრამის ახალი ეტაპის მონაწილე სტუდენტებს ნინო ლაცაბიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან და პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად შეხვდა. მართე შენი ქალაქის ფარგლებში რუსთავის მერიაში 60-ზე მეტი რუსთაველი ახალგაზრდა უკვე დასაქმებული. აგრძელებთ მნიშვნელოვან პროექტს მართე შენი ქალაქის მე-11 ეტაპს, რომელიც მოიცავს მუნიციპალური სერვისების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას ახალგაზრდებისთვის და ასევე მათი საჭიროებების კიდევ უფრო კარგად დანახვას, რომ ჩვენ ყველამ ერთად დავგეგმოთ ის პროექტები, რომლებიც განსაკუთრებით ორიენტირებულია ახალგაზრდების განვითარებაზე. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ კარიერული წინსვლის შესაძლებლობაც გარანტირებულია. ჩემი მიზანი ის არის, რომ რა თქმა უნდა პირველ რიგში კარიერულად განვითარდე და ამის შემდეგ კი საკუთარი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოიხადო. სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილესთან ადიგენის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ადიგენელ წარმატებულ სპორტსმენს ძიუდოისტ სალომე მერაბიშვილს საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება მიულოცეს და მერიისგან წამახალისებელი ფულადი ჯილდო გადასცეს. ახალგაზრდა სპორტსმენმა 2012-13 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოიპოვა ვერცხლი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე ადიგენის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისგან 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და 2026 წლის ინიციატივები და პროგრამები დაგეგმეს. ადიგენის მუნიციპალიტეტში დავაჯილდოვეთ 13 წლის სალომე მერაბიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში მოიპოვა მეორე ადგილი. მომავალში სამხარეო ადმინისტრაცია რეგიონის მუნიციპალიტეტის მერიებთან ერთად გააგრძელებს ზრუნვას სპორტის ყველა სახეობის განვითარებაზე. წარმატება მინდა უსურვო ჩვენს გოგონას, ჩვენ ძალღუნეს არ ვიშურებთ ჩვენი ახალგაზრდებისათვის, რომ იყვნენ წარმატებულები, ზუსტად ჩვენი მიმართულება და პრიორიტეტი არის ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება რაიონში. საქართველოს ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა, სადაც დავიკავე მეორე ადგილი, ჩემთვის ცოტა სევდაც იყო, მაგრამ სიხარულით შეიძლება მომავალში უფრო მეტი გავაკეთო და ეგ პირველიც დავიკავო. კინოსახლში მოკლემეტრაჟიანი ფილმის ხალდეს აჯანყების პრემიერა შედგა. ფილმის იდეა ჯოყოლა ჩერგიანს ეკუთვნის, რომელმაც ის კინორეჟისორ გოგი თორაძესთან ერთად გადაიღო. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და მე-19 საუკუნეში სვანების აჯანყებაზე გვიყვება. ხატრული კადრებით აღვადგინეთ ის ეპოქა. ყავს მსახიობები, ხელოვნური ინტელექტითაც გამოვიყენე პირველად ფილმში და ეხლა მაყურებელი ნახავს და შეაფასებს. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ფილმზე მუშაობა, ამავე დროს სენსიტივლიც. ვინაიდან ფილმი ეხება გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი თავისი სიცოცხლე მიუძღვნეს სამშობლოს.
არემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია ნავარაუდები. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა 16 გრადუსამდე, აღმოსავლეთის ბარში კი 10 გრადუსამდე იქნება. რაც შეეხება თბილისს, აქ ჰაერის ტემპერატურა 10 გრადუსს მიაღწევს. უნალექო ამინდები კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება. დღეს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოიღრუბლება და უმეტესად უნალექო ამინდის შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის დიდი მომატება მოსალოდნელი არ არის. დედაქალაქშიც უმეტესად უნალექო ამინდია დღეს ნავარაუდები. შემდეგ დღეებშიც უნალექო ამინდების შენარჩუნდება. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში 10 საათზე დაბრუნდება, მანამდე კი ჩვენს ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. დროებით.